განხორციელება მათი დედის სტატუსის გამოყენების თავაზე და შესაძლოა რაც შეიძლება გასაჩივრდა შემოწმოთ შემოჯამდა როგორც ცენეთა. იმედი შემოგვიყვება სამართლებთან დაკავშირებით ასოციაციების შეფასებით რამდენი თომა დასრულებულია გავრცელების პრაქტიკის პროცესის მოველოდი რატომღაც რომ მათ ეს გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ კარგად ვხედავთ როგორ მიმდინარეობს საქმე, ამათგან არაფერი არ არის გამორიცხული, არ შეცვალა მოსამართლემ გადაწყვეტილება, იბოდიალა პროკურორმა ისევ სისულელეები, 21 წლის ბიჭს ჩამოართმევ პასპორტს და ფიზიკურად ვერ დაიმალება ვერსად. არის, ანუ შანსი არ არის უბრალოდ რომ ეს ბავშვი დაიმალოს, კარგად იციან რა კატეგორიის ადამიანია, მკვლელები გამოუშვეს გარეთ და პატიოსან და კარგ ადამიანებს უშვებენ ციხეში. აი ამას აკეთებს ჩვენი პროკურატურა და მთლიანად ხელისუფლება. არანაირი დარღვევა არ ქონია კანონთან, არც ადმინისტრაციული, მით უმეტეს სისხლის. გამოძიებისთვის რა საფრთხეს ხედავთ, რომ მანჰედევიძე იყოს გარეთ და ყოველ ჯერზე როცა სასამართლო დაინიშნება, გამოცხადდეს მართლმსაჯულების წინაშე. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარე პირველი წარდგენის ხდომაზე მის მიმართ აღკვეცხვანისძიების სახით მოითხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეცხვანისძიების პატიმრობის გამოყენება იმ საფუძვლით, რომ არსებობდა მისი მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე არსებობდა მისი მხრიდან მიმავლის საფრთხე. ეს საფრთხები დღეს მდგომარეობით არ არის აღმოფხვრილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის ძიმე კატეგორიის დანაშაული. ამ კონკრეტულ ვითარებაში ვაფასებთ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ გარემოებებს დანაშაულის ვითარებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმდენად ნათლად არის ეს ყოველივე წარმოჩენილი, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზეც რელევანტური აღკვეცხვანისძიება არის პატიმრობა. როდესაც აი მუხლის კვალიფიკაციას აღდგენთ, ხო? არის ეს. ეყრდნობით თუ არა არსებულ პრაქტიკებს, იმიტომ რომ მე შემიძლია მინიმუმ საქმე დავისახელოთ, როდესაც გირაო მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობის ნაცვლად და იმაზე მძიმე შედეგები იყო დამდგარი პოლიციის მიმართ, ვიდრე მათედევიძის შემთხვევაში და ასევე სასამართლოს პრაქტიკას, როდესაც არ ჩაუთვლია მუჭის დარტყმაც კი თვალში და ცემა პოლიციელისა თავდასხმად სასამართლოს. როდესაც საუბრობთ უშუალოდ აღკვეცხვანისძიების გამოყენებაზე, როდესაც საუბრობთ, საქმის წაკითხვა არ მჭირდება ამ შემთხვევაში, გეტყვით იმას, რომ ნებისმიერი საქმე არის ინდივიდუალური, ნებისმიერ პირზე, როდესაც საუბრობთ კონკრეტულ საფრთხეზეც, ესეც არის ინდივიდუალური და შესაბამისად ამ გარემოების ხელობაში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში ნებისმიერი საქმე არის ინდივიდუალური. კონტექსტს არ აქვს მნიშვნელობა. იცით როგორ არის, თუ მის ამ კითხვას აუცილებლად გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე, თუმცა თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვის დასკვნის რეჟიმში არ გზადდებით ავწუხაროდ. ამ კონკრეტულ ვითარებაში ფაქტობრივად მეკაბათებით, მე არ შემოვიდე თქვენთან კაბაში, თუ კითხვა გიპასუხებთ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე იღებს ინდივიდუალურად და ეს ინდივიდუალური გარემოები დაკავშირებულია უშუალოდ ქმედებასთან, ბრალდებულის პიროვნებასთან და რა თქმა უნდა იმ საფრთხებთან, რაც მომდინარეობს ამ გარემოების გათვალისწინებით. არის სწორედ ინდივიდუალური გარემოება ამ შემთხვევაში ის, რომ მათედევიძე იყო აქციაზე და გამოყენებდა. რა თქმა უნდა არ არის. აქციაზე ყოფნა არის ნებისმიერ პირის უფლება, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ პირმა გამოხატოს თავისი პროტესტი, თუმცა ნებისმიერ პირის პროტესტი უნდა შედებოდეს კანონის ფარგლებში. შემაგვსუბუქებელი არ არის ეს ფაქტორი, რომ მან უარი განაცხადა მედიკამენტზე, უარი განაცხადა გადაყვანაზე, ანუ მხოლოდ ეთკინა ხო ამ ადამიანს პოლიციელს და მან არ მიიღო იმ დონის დაზიანება, რომ დახმარება დარჩებოდა. აგიხსნათ, კი ბატონო. გადაყვანა არ ჭირდებოდა ამ ადამიანს, არ თუ არა შემაგვსუბუქებელი. ეს იყო მისი შესაფასებელი, მისი გადასაწყვეტი საკითხი, მიმართავდა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას და დამატებით ჩაიტარებდა თუ არა კვლევებს, თუმცა რადგან მეკითხებით ქმედებას და დანაშაულის შემადგენლობას, იმ შემთხვევაში თუ ეს დაზიანება ფიზიკური ტკივილის, სიწითლის და დაზიანების გარდა გამოიწვევდა უფრო მძიმე კატეგორიის დაზიანებას და უფრო მძიმე ხარისხს მოგცემდა. ამ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი და იქნებოდა მეორე ნაწილი, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, მძიმე სანქციით არის გამოხატული.
როგორ ზომავთ ტკივილს? მე შემიძლია ვთქვა ახლა, რომ აი კოჭი მტკივა და უთხრა ექიმს და მან ჩაწეროს ამ სამედიცინო ბარათში ეს სუბიექტური აღქმაა და ტკივილზე მოტყუება შესაძლებელია. ასევე თუ კადრებს გადავაცემთ, იქ რაც ხდებოდა, ნებისმიერ ამით შეეძლო პოლიციელს იქ სიცოცხლე მიეღო, იქ ისეთი ჯაჭვური და დაპირისპირება იყო, ხო, კონტექსტიც რა ვუხოთ. რითი ადასტურებდა მაინც და მაინც ჯოხით დაუწიწდა ეს მხარი და არა იმ ქმედებით, რასაც პოლიცია ახორციელებდა იმ დღეს მედიკაშვილის შემთხვევით მოქნევით შესაძლოა. კი ბატონო, კი გასხოთ. მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც დარტყმაშია გამოხატული და მით უმეტეს ხის ჯოხის დარტყმაშია გამოხატული, ეს იწვევს ფიზიკურ ტკივილს, როგორც სუბიექტურად, ასევე ობიექტურად და გარდა აღნიშნულისა, ტკივილის გარდა ექსპერტი გვეუბნება და ექიმი გვეუბნება იმას, რომ აღენიშნებოდა პირს შესაბამისი დაზიანებების შესაბამისად და კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით ადამიანის სუბიექტურია თუ ობიექტური ამ შემთხვევაში არ დგას. გარდა აღნიშნულისა, აქვე დავამატებ იმას, რომ კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეზე ექსპერტიზა არის დანიშნული ხარისხი განისაზღვრება სწორედ ამ პირების მიერ. ჩვენ საუბრობთ იმას, რომ ეს დაზიანება იყო იმ ტიპის დაზიანება, რომელიც გარკვეული სახით აისახებოდა სხეულზე და იწვევდა ფიზიკურ ტკივილს და ეს არის დანაშაული. თქვენ ახსენეთ კიდევ ერთი კითხვა, რომ უფრო მძიმე რა ყოფილიყო დაზიანება, ამასაც კი პასუხობთ, რომ თუ უფრო მძიმე იქნებოდა დაზიანება, ეს იქნებოდა უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაული. სიცოცხლის მიღება თავდასხმა, მუხლი ხო არის პოლიციაზე თავდასხმა, ხო? რამდენად შეიძლება ეს მივიჩნდა ეს სამართლიანობის პრინციპით, რომ შევხედოთ ამ საკითხს. სიცოცხლის მიღება. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ ეს არის თავდასხმა პოლიციაზე, მით უმეტეს ექსპერტიზას ადასტურებს იმას, რომ უბრალოდ ჯანმრთელობის მოუშლელად იყო ეს ჩადენილი ქმედება, რასაც ედავებს. სიწითლე და ტკივილი ეს არის შედეგი. მოქმედება არის თავდასხმა. თავდასხმა ამ შემთხვევაში გამოხატული იყო ბრალდებულის მიერ მოულოდნელად სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლების მიმართ ჯოხის დარტყმაში. სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის სწორედ ამას გულისხმობს და ამას მიიჩნევს თავდასხმად. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს არ არის პირადი კონფლიქტიდან წარმომავალი რაღაც კონკრეტული გარემოება და როდესაც ასეთი ტიპის მოქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ კონკრეტული პირი არის პოლიციის თანამშრომელი და ამიტომ ხდება მის მიმართ ასეთი მოქმედების განხორციელება, სწორედ ეს არის კანონის შესაბამისად პოლიციაზე. იქნება უცილებელი მოგერიების ფარგლები.